გამარჯობა, მადლი და მშვიდობა. მადლი და მშვიდობა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტესგან. დადგა თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. მომენტი, როდესაც უნდა მოისმინოთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლის გზავნილი. დღეს მინდა გესაუბროთ დიდებულ უდიდეს დასწაულზე, რომელმაც შეაჩერა სიკვდილი და სიცოცხლე დააბრუნა. მე ვარ მოციქული მიგელ ანჯელო, ევანგელურ ეკლესია ქრისტე ცოცხალიადან და დიდი სიხარული და პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, უფლის სახელით, ეკლესიის მხარდაჭერით, რათა ვიყოთ დიდების მიზეზი ერთადერთი და სუვერენული ღმერთისთვის, უფალი იესო ქრისტესთვის. მინდა გავუცხოთ სიტყვა, ერთადერთი სიტყვა, წმინდა წერილი, რომელიც ჭეშმარიტია. ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. ყველა სხვა რელიგია ან ადამიანის შექმნელია, ან თავად ჩვენი სულების მტრიც. მოდით ვისაუბროთ სასწაულზე. შესაძლოა ეს არის ყველაფერი, რაც დღეს გჭირდებათ. შესაძლოა თქვენი ცხოვრება თითქოს ბნელ გვირაბშია მოქცეული. თქვენ არ იცით, არც საით მიდიხართ, არც სად უნდა წახვიდეთ და არც რა მოხდება თქვენ ცხოვრებაში. თქვენ ცხოვრობდით გაურკვევლობაში, უსაცხოების გარეშე, სულიერი საკრდემის გარეშე. მოდით ვისაუბროთ ამაზე. დღეს მინდა გულითადად გესაუბროთ ერთ მეტად მნიშვნელოვან და ამახლებულ ბიბლიურ მონაკვეთზე, რომელიც მახარებელ ლუკას წიგნშია მოცემული. კერძოდ, წმინდა წერილის მე-7 თავში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს. შემდეგ დღეს იესო მიდიოდა ქალაქ ნაინში და თან მიხვებოდნენ მისი მოწაფეები და მრავალრიცხოვანი ხალხი, რომლებიც მოწიწებით უსმენდნენ მას. როგორც კი ქალაქ ნაინის კარიბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოაცვენეს მიცვალებული, ქვრივის ერთადერთი ვაჟი და მასთან ერთად ქალაქის დიდი ხალხი მოდიოდა. დაინახა იგი უფალმა, შეებრალა და უთხრა: ლუსტირი, მივიდა და შეეხო კუბოს. დამტარებლები შეჩედნენ, მან კი თქვა: ხმაწვილო გეუბლები ადექი, წამოჯდა მკვდარი და დაიწყონ ლაპარაკი. იესომ ის დედამის დაუბრულა. შიშმა შეიფხრო ხველა და ადიდებდნენ ღმერთს. ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი აღდგა ჩვენ შორის და ღმერთმა მოინახულა თავისი ხალხი. გავრცელდა ეს ამბავი მასზე მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენში. სასწაული. მე მიყვარს სიტყვა სასწაული, რადგან მე თვითონ სასწაულის ნაყოფი ვარ. აქ უამრავჯერ მომიხოლია თქვენთვის და მათთვის, ვინც პირველად არის ჩვენთან, რომ მე დღეს აქ სატელევიზიო სტუდიაში მხოლოდ იმიტომ შემიძლია ვიყო და გესაუბრებოდეთ უფალი იესო ქრისტეს სახელით და ეკლესიის მხარდაჭერით, რომ მე რეალურად გამოვცადე თუ რა არის სასწაული. როდესაც ანგოლაში სამხედრო სამსახურის დროს მომხდარი ავარიის შემდეგ, ავარია, რომელმაც მრავალჯერადი ტრავმებითა და მოტეხილობებით დამტოვა, თითქმის 2 წელი საავადმყოფოებში გავატარე, 20 ოპერაცია, ნეკროზი, განგრენა. და სასწაული მოხდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღმერთმა სიცოცხლე დამედრულა. ამიტომაც საუბრობ საკუთარი გამოცდილებით. მე ვსაუბრობ, რადგან წამს ცოცხალე ღმერთი, იმისი, ვინც არის სუვერენული უფალი, რომელიც რეალურია, რომელიც ჭეშმარიტია, რომელმაც მასწავლა მტკიცედ შევხედო მას, რადგან სწორედ მისდამ მოდის შველა. მაშასადამე, ეს ბიბლიური მონაკვეთი ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია თავად იესო ქრისტეზე, რომელიც თავისი მოგზაურობისას მიდიოდა ქალაქ ნაინში. თან ახლდა მოწაფეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი და მასთან ერთად მყოფი უამრავი ხალხი. მას მოდით ყურადღებით შევხედოთ ამ უნიკალურ სულიერ ფენომენს. სიცოცხლე და იმედი, როგორც უხილავი ძალა უახლოვდება ვილაცას და ისეთ რთულ სიტუაციას, რომელიც ადამიანური მიწიერი თვალსაზრისით ევთი შეხედვით აბსოლუტურად შეუქცევადი ჩანს. ეს არის სრულიად შეუქცევადი ჩიხური სიტუაცია, სადაც როგორც ჩანს, უკვე აღარაფრის შეცვლა შესაძლებელი, თუმცა სასწაული მაინც ხდება. რა დახვდა იესოს თავის მოწაფეებთან და მასთან ერთად მყოფ დიდ ხალხთან ერთად, როდესაც იმ ქალაქში, ნაინში მივიდა. მან სხვა პროცესია დახვდა. იქ იყო იესო, ხსნის სიხარული, მარადიული სიცოცხლე, ცოცხალი ღმერთი ჩვენ შორის, მადლითა და სიბრძნით სავსე, თავის მიმდევრებთან ერთად.
მაგრამ ქალაქ ნაინის შესასვლელთან სხვა პროცესია იყო. სრული საპირისპირო. ეს იყო ქურივი დედის დაკრძალვა, რომელიც მცარედ დიროდა, რადგან თავის ერთადერთ ვაჟს მიასვენებდა დასამარხად. ეს იყო დიდი ხანგალი. ერთი მხრივ სიცოცხლის ხალხმრავლობა, მეორე მხრივ კი გლოვის, სიჩუმისა და ტკივილის ხალხმრავლობა. ეს იყო ორი სამყაროს კონტრასტი. ხალხი იესოსთან ერთად სავსე სიცოცხლის უნარიანობით, სავსე სიცოცხლით, სინათლით, ხომ მეორე მხარეს ხალხი იესოს გარეშე სიკვდილით, საცოწარკვეთით, ტანჯვითა და შიშით დამოუყველი. მაშინ ლუკას მე-7-ის მე-13-ში წერია, რომ მის დანახვაზე უფალს შეებრალა იგი და უთხრა მას ნუტი. წერია, რომ იესომ დაინახა ორ ხალხმრავლობას შორის სიცოცხლის ხალხმრავლობა და სიკვდილის ხალხმრავლობა. მან დაინახა. ერთი რამ, რაც ვისწავლე, არის ის, რომ უფალი ღმერთი, ერთადერთი ღმერთი, უფალი იესო ქრისტე არ უგულებელყოფს ადამიანების ტკივილს. ის გაჩერდა. მან ყველაფერი შეაჩერა. როდესაც მან დაინახა ის ქრივი დედა ტანჯვისგან გატეხილი, მას გული სიბრალულით აევსო. იესო მიგზნო ინხალის ტკივილი და უთხრა, დედაკაცო, ნუ დირი. შესაძლოა თქვათ, მაგრამ ეს ძალიან ჩვეულებრივი ფრაზაა, მოციქულო. ყველა ადამიანი, ვინც ტირის, ვილაც მიდის და ეუნება, ნუ დირი. მაგრამ ეს სიტყვებზე ბევრად მეტი იყო. ეს იყო ზეციური ბრძანება ინხალისთვის. ეს იყო დასაწყისი იმისა, რისი გაკეთებაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია. მას სიცოცხლის სასწაული ქვია. სიცოცხლის სასწაული. ნახეთ, რომ წმინდა პავლე მოციქული ამას გვასწავლის. მან თქვა ეფესელთა მეორე თავის პირველ მოხუცში. ეფესელთა მიმართ წერილი არის წერილი. ეს არის ეპისტოლე. ეპისტოლე იყო მოციქულების მიერ დაწერილი წერილი. შემდეგ მან თქვა ეფესელთა მეორე თავში, თქვენ, ვინც მკვდარნი იყავით ცოდვებსა და დანაშაულებებში, მან გაცოცხლათ. მე მიყვარს ეს გამოთქმა, რადგან პავლემ თქვა, რომ სანამ ის ამ სასწაულს მოახდენდა ჩვენში და ადამიანს ამაში მონაწილეობა არ აქვს, რადგან ბიბლია ამბობს, თქვენ, ვინც მკვდარნი იყავით, მან გაცოცხლათ. მან გაცოცხლათ. ეს ჩემთვის ძლიერია, რადგან მე სიკვდილთან ასე ახლოს ვიყავი. მე ვიცი, რა არის სიკვდილის სუნი და სიცოცხლე. რაც ველთვა ჩემთან გააკეთა, მას შეუძლია შემთანაც გააკეთოს. შემდეგ იესომ თქვა, შეხედეთ, თქვენ დადიოდით ჰაერის ხელმწიფების მთავრის მიხედვით. თქვენ იყავით რისხვის შვილები, ისევე როგორც სხვები. თქვენ ემსახურებოდით ხელმწიფების მთავარს. ასეც იყო ჩვენი ცხოვრება. მტერი მათთვის, ვინც არ იცნობს იესოს, მტერი დაამონებს. ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ვემსახურებოდით ჰაერის ხელმწიფების მთავარს. ჩვენ ვიყავით რისხვის შვილები, ისევე როგორც სხვები, მაგრამ მან სიცოცხლე მოგცათ. ეს სიტყვა, რომელიც ჩემთვის ასე მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ის უძლიერესია, რადგან მე ვიცი რა არის მეორე მხარე. მე ვიცი რა არის ტანჯვის გაუმკვლობის ცხოვრება, როცა ფიქრობ, არ გამოვა. ექიმმა თქვა, რომ შეუძლებელია. ვიღაცამ ნახა Google და თქვა, დოქტორი Google ამას და იმას გვასწავლის. მას შეხედე იმ დრამას, რომელსაც შესაძლოა შენ გადიხარ. შეხედე იმ დრამას, რომელსაც ეს ქრივი დედა გადიოდა, ტიროდა, გულგატეხილი იყო. შესაძლოა არსებობს სხვა მიზეზებიც, ისეთივე მძიმე როგორიც ეს, რასაც ეს ქალი განიცდის და შემთელი ცხოვრება ტირილში გაატარე. ჩემი კოლეგები ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზოგჯერ ტირილი კარგია, რადგან სულს სმენთ. მაგრამ ტირილი შეიძლება გაგრძელდეს ერთი ღამე, თუმცა სიხარული დილით უნდა მოვიდეს. ეს ქალი რას ელოდა? არაფერს, აბსოლუტურად არაფერს. ის უბრალოდ იქ იყო და იწყებდა თავისი გლოვის გადამუშავებას. იწყებდა იმის გააზრებას, რომ გამოუსწორებელი დანაკარგი ჰქონდა, რომ ის უკვე აღარ იყო დედა. ის ახლა სინამდვილეში შვილისგან დაობლებული იყო, მაპატიით ამ გამოთქმისთვის. მაგრამ იესომ თქვა, ნუ ტირი.
როდესაც ის ამბობს ნუ თირი, ეს იმიტომ რომ მას აქვს გამოსავალი. ეს იმიტომ რომ ზეცა რაღაც ძლიერს ბრძანებდა. ამას წმილა გავია. მაშინ იესო შეეხო კუბოს, შეხედა იმ ბიჭს და უთხრა: ხმაწვილო, აღდექი. თქვენი იცით რომ იესომ ეს არაერთხელ გააკეთა. როცა ლაზარე უკვე 4 დღის მკვდარი იყო და უკვე სუნი აცდიოდა, მან თქვა: გადააგორე თქვა და თქვა: ლაზარე, გამოდი და ის წამოდგა. იესომ თქვა: ხმაწვილო, აღდექი. წერია რომ ის წამოდგა. და ზუსტად ეს არის ის რისი გაკეთება ღმერთს შენთვის სურს. მისი ბრძანებით, იესოს სახელით დღეს გეუბნები: აღდექი ამ დეპრესიიდან, ამ ტანჯვიდან, ამ შიშიდან, ამ გაურკვევლობიდან, ამ დაუცველობიდან. იმ წამლების მთელი გროვა, რომელსაც იღებ, რათა როგორმე გააგრძელო ცხოვრება. კიდევ ერთხელ მოვიტევეთ ეს აკადემიური გამოთქმა. აღდექი. ღმერთს არ უნდა რომ საწოლს იყო მიჯაჭვული. ღმერთს არ უნდა რომ საავადმყოფოში იყო გამომცუდეული. ღმერთს არ უნდა რომ ციხეში იყო გამომცუდეული. ღმერთს არ უნდა რომ მიჯაჭვული იყო მძიმე ძლიერ წამლებზე, რომლებიც ერთ მხარეს შველიან, მეორეს კი ანადგურებენ. მას არ უნდა შედავდეს ჯაჭვებით დაბორკილს, დეპრესიის სულის თხვეობაში მხოლს, სიხარულის გარეშე. მან თქვა: აღდექი. შესაძლოა თქვათ, მაგრამ მოციქულო, მე ქრივი ვარ, ქმარი დაუკარგე, ჩემი ქმარი მიყვარდა, ის აღარ მყავს. მაგრამ იესო ამბობს: აღდექი. შესაძლოა თქვათ, მაგრამ მე შვილი დაუკარგე, ოჯახის წევრი დაუკარგე, სამსახური დაუკარგე, კარიერა დაუკარგე. თქვენ არ იცით, მოციქულო, მე 27 წელი ვიმუშავე დიდი კომპანიის აღმოსწავლებელ დირექტორად და უბრალოდ მითხრეს: დასრულდაო? შესაძლოა გქონდათ გეგმები, რომლებიც არასდროს განხორციელებულა. შესაძლოა გქონდათ უდიდესი ოცნებები. შესაძლოა ისწავლეთ ადამიანების ნდობა. და როცა ადამიანებს ენდობი, ღმერთს არ ენდობი. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის არსებობს ნდობის ერთგვარი სული, მაგრამ ჭეშმარიტი ნდობა არ შეიძლება იყოს ადამიანში, ის ღმერთში უნდა იყოს და შესაძლოა ცხოვრებაში მძიმედ დაეცით. შესაძლოა სასტიკად წაიფორხილეთ. ან დილით დაცემული ხართ. შესაძლოა ცხოვრებაში იმდენი ფული იშოვეთ და დღეს არავისგან გაქვთ სითბო. თქვენი შვილები აღარ არიან თქვენთან. შესაძლოა მარტოხელა ხართ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ოჯახის წევრი ყავთ პირიქით და მე გეუბნებით, როგორც იესომ თქვა: ადექი. და თქვა, რომ ის მკვდარი ბიჭი წამოდგა და ლაბარაკი დაიწყო. იმ შეუძლებლობიდან მან აღადგინა და შესაძლებელი გახადა სიცოცხლე. ხოლო იესოს შეუძლია ამის გაკეთება. ბუდას არ შეუძლია, ამ დედამიწის ვერცერთ სხვას მეც არ შეუძლია მკვდრის გაცოცხლება. მან ლაპარაკი დაიწყო და რა გააკეთა იესო? დაუბრუნა ეს დედამის. ის რაც წართმეული იყო, სიკვდილი, რომელმაც წაიყვანა, გარდაცვალება, რომელიც იმ ბავშვს ეწია, იესომ სიცოცხლით დაუბრუნა. იესომ ბიჭი გააცოცხლა და დედამის დაუბრუნა. იესომ თქვა: ადექი და ის წამოდგა. ყოველივე ეს, ალილუია, მამაო, რეალობად იქცევა დღეს ამ სატელევიზიო გადაცემის მეშვეობით. ის გიბრუნებთ იმას, რაც წაგართვეს. შესაძლოა მან დაგიბრუნოთ ბევრად მეტი, ვიდრე სატანამ წაგართვათ. ჯანმრთელობა, ფული, ოჯახი, ოცნებები. იესო აბრუნებს, ის ორმაგად აღადგენს იმას, რაც ქალიან წაიღო. მას პასტორო, რა არის ამ დილის სწავლების პრაქტიკული მნიშვნელობა? შესაძლოა, ბევრნი ცხოვრობენ თავიანთ ნაინში, თავიანთ ტკივილის ნაინში. შესაძლოა, თქვენს ქალაქიდან გადიხართ, ისევე როგორც ის დედა გადიოდა ქალაქიდან. შესაძლოა, თქვენ რიო-დე-ჟანეიროს ჩალათიდან გადიხართ. შესაძლოა, თქვენ ოცნებას ემშვიდობებით. შესაძლოა, თქვენ ქორწინებას ემშვიდობებით. შესაძლოა, თქვენ რთულ სულიერ ცხოვრებას ემშვიდობებით. შესაძლოა, თქვენ აუტამელ ტკივილს ადარებთ. შესაძლოა, თქვენ ისეთი მტკივნეული დანაკარგი გამიცადეთ, რომ ერთადერთი რაც დაგჭათ, სამარისებუი სიჩუმეა. ეს თქვენ არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ. აშკარაა, რომ ტკივილისა და ტანჯვის შუაგულში ზოგჯერ რთულია ამ არჩევანის გაკეთება.
მაგრამ ებრაელთა მეტნაკლებად რიცხვი 31-27-მა გვასწავლა ძლიერი პრინციპი. ამბობს, რომ ჭეშმარიტ მოდით ებრაელთა მეტისა 27-27. ის ამბობს, რწმენი დადოვა მან ეგვიპტე, მეფის რიცხვის არ შეშინებია, რადგან მტკიცედ იდგა, თითქოს ხედავდეს უხილავს. მოსემ გვასწავლა ეს პრინციპი, ამაზე გასულკვირას ვისაუბრეთ. ჭეშმარიტი რწმენა ხედავს უხილავს, სწამს შეუძლებელი, მტკიცედ დგას განსაცდელებისა და მტრის წინაშე. იესო დღეს შემოდის თქვენ ცხოვრებაში. მან დაინახა თქვენი თანჯვა. მან ნამდვილად იგრძნო თქვენი გულის ტკივილი და ის უკვე მოქმედებს თქვენს სასიკეთოდ. დღეს როცა განსაცდელში ხართ, შესაძლოა ამბობდეთ, ჩემო ღმერთო, სრათხარ ახლა როცა ასე ძალიან ჭირდება. და ის გეუბნებათ, ნუ ხარდილი. ბოლოს და ბოლოს თქვენ მარტო აქ ხართ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია რაც დირით. იესომ თქვა, ადექი. ეს ღვთისბრძანებაა თქვენი ცხოვრებისთვის. ბრძანთ ეს? აგაზე თქვენი რწმენა ახლავე. მიიწვიეთ იესო თქვენს ისტორიაში, როგორც ის შევიდა ნაინში, იმ დედის ცხოვრებაში, რომელიც ტკივილითა და გლოვით იტანჯებოდა და აღადრიმა მისი შვილი, რადგან დღესაც ის აცოცხლებს იმას, რაც დაკარგულია. სიცოცხლე ამარჩევს სიკვდილს. ახალი ისტორია თქვენთვის, იესოსა და ხსნის ისტორია. მოციქულო, რა უნდა გავაკეთო? მე მჭირდება ამ ფსკერიდან ამოსვლა, მე მჭირდება ამ ბორკილებისგან, ამ კვანძებისგან თავის დაღწევა, მე მჭირდება საძილე წამლების მიღების შეწყვეტა, მე მჭირდება ცხოვრება, მე მინდა ვიცხოვრო მოციქულო. რადგან ხომოთ ქრისტე იესოშია სიცოცხლე. იესომ თქვა, ჩვენს გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ხოდა შენ, ვისაც უკვე ამოგეწურა მოთმინება კარტებთან, ნიჟარებთან, ტაროსთან, კითხავებთან, ხელის გულზე კითხავებთან, შენ, ვინც უკვე გაიარე სულიერი განწმენდა, შენ, ვინც უკვე იყავი რიტუალებზე, უკვე შესწირე თავი ისეთ არსებას, რომელსაც არც კი იცნობ, მაგრამ რომელიც განადგურებდა მზეს, შენ უნდა გააკეთო ეს აღიარება. კი, უფალო იესო ქრისტე. მე გიჟებ და არ გიარებ შენ უფლად და მხსნელად. მე მწამს, რომ შენ იცხოვრე, მოკვდი, აღდექი და მწამს, რომ მე გადარჩენილი ვარ შენი ნებისა და სუვერენიტეტის წყალობით. ხსნა მოვიდა, რადგან ბიბლია ამბობს, თუ შენი პირით ადიარებ და გულით იწამებ, რომ იესო ქრისტე უფალია და მკვდრეთით აღდგა, გადარჩები. ახლოსავის სიტყვა, ის აქ არის. სიტყვათა სიტყვა. აქ არის წმინდა წერილი, რომელიც ცulis ცხოვრებას, რომელიც განაახლებს ცხოვრებას, რომელიც გამოხავს ადამიანი ნაიმიდან, ტკივილიდან, გლოვიდან, დანაკარგისგან, ნამდვილი სიცოცხლისკენ. ღმერთი მოვიდა შენს ცხოვრებაში. შენ გამოხვედი ნაიმიდან, რათა იცხოვრო ღვთის სასუფეველში იესოს სახელით. მოციქულო, და რა უნდა გავაკეთო ახლა? კარგი, მინდა გითხრათ, რომ მე ვარ დიდი მსახურების პასტორი, რომელიც არის ღვთისმადლის ბიბლიური მსახურებამ, რომელიც არ არის კომერციული და არ ვაჯრობს ღვთის ხალხით. ეს არის უფლის მიერ დაფუძნებული მსახურება, მოციქულობით. მე ვიხავი პირველი მოციქული, რომელიც ბრაზილიისთვის იქნა ხელდასხმული. და მე აქ ვარ მისი სახელით, რათა გითხრათ, მოდით ეკლესიაში, ქრისტე ცოცხალია. გამოდი ნაიმიდან, ტანჯვიდან და მოდი ეკლესიაში, ქრისტე ცოცხალია. უკვე წამოდეთი? უკვე შეძვიდეთ ლილი? უკვე მივხვდი, რომ ღმერთმა გზა გაბიკვალა? მივხვდი, რომ მისი სიტყვები ბევრად უფრო დიდია, უფრო მაღალი, ვიდრე ჩვენი სიტყვები? უკვე მივხვდი, რომ ღვთის სიტყვა ფუჭად არ დაბრუნებულა, რომ შენს გულში თესლი ჩაითესა? ის უკვე ღვივდება და საოცარ ნაღობს გამოირებს. ეს სიტყვა განკუთვნილია ვინმესთვის, ვინც სამთავრობო სფეროში მოღვაწეობს, ვინმესთვის, ვინც დიდ კორპორაციულ კომპანიას ხელმძღვანელობს, ან თუნდაც ვინმესთვის, ვინც თავისი ცხოვრება სპორტს ან მუსიკალურ სფეროს მიუძღვნა. ვინმესთვის, ვინც მუშაობდა და მუშაობს ფანკის, სამბას სფეროში და ვინც თქვა, ჩემს შიგნით სიცარიელია, მე მჭირდება იესო. მან გიპოვა. მან ჯერ კიდევ სამფაროს შექმნამდე გადაწყვიტა, რომ შენ რჩეული იყავი, სიყვარულით წინასწრელ განცესებული.
იქნებ მთელი ცხოვრება იმ ფიქრში გაატარე, რომ სიცოცხლე არასდროს დასრულდებოდა რა. ადამიანთა უმეტესობა ისე ცხოვრობს, თითქოს არასდროს უნდა მოკვდნენ. ზოგი კი ისე კვდება, რომ არასდროს უცხოვრია. გარამ სიცოცხლე მოვიდა. ადექი, სამოდექი და გაბრწყინდი იესო ქრისტესთან ერთად. ამინ. დიდი მადლობა ამ პატივისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ნებასმრ თავთ მეც ვიყო თქვენი პასტორი. მათ კი, ვინც მხოლოდ შორიდან გვიხულებთ, ჩვენი საკათედრო აზრისგან მოშორებით მყოფებს, დიდი მადლობა. ჩემი სიყვარული, ჩემი ლოცვა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, ღვთის სიყვარული და სული წმინდის ტკბილი ნუგეში თქვენს ცხოვრებას. გელოდებით, უფრო სწორად, იესო გელოდებათ. მადლი და მშვიდობა უფლის სახელით.